შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონების კვირეულში ვიმყოფებით, უკან მოვიტოვეთ 3 მარტი, წინ 8 მარტია, შესაბამისად თემა და სტუმრები, რომლებსაც ახლა წარგიდგენთ, საუკეთესო გაგრძელება იქნება აღნიშნული კვირეულისა. საუბარია ლიდერ ქალთა საზოგადოებაზე, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას და რომელიც 2015 წლიდან აერთიანებს წარმატებულ და მიზანდასახულ ქალბატონებს. ორგანიზაციის მთავარ მიზანს მხარდაჭერი ეკოსისტემის შექმნა წარმოადგენს, სადაც საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია პროფესიული ზრდა, საკუთარი გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო კავშირების გაღრმავება. მოკლედ გიყვებით 10,000-ზე მეტ პროფესიონალზე სხვადასხვა სექტორიდან, უფრო მეტს გავიგებ ჩვენი სტუმრებისგან. ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნათია შატირიშვილი, ვაკო ყორღანაშვილი, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლალე აბაშიძე, ქუთაისის სკოლა მერმისფის დამფუძნებელი და დირექტორი მარიამი ფრეი, თარჯიმანთა ბიუროს დამფუძნებელი და მთარგმნელობითი მომსახურების სპეციალისტი, ვერიკო თაკანლაძე, სადილერო კომპანია AutoHome-ის დამფუძნებელი. მოკლედ ხალხმრავლობა დღეს სტუდიაში დილა მშვიდობისა. სასიამოვნო ხალხმრავლობა დილა მშვიდობისა. გილოცავთ ქალთა კვირეულს, ყველაფერს, ქალთა დღეს, დედათა დღეს, საუკეთესოს გისურვებთ და პრინციპში ლიდერ ქალთა საზოგადოება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქალებმა კიდევ უფრო მეტი წინ გადადგმული ნაბიჯი აჩვენოს საზოგადოებას და საკუთარ თავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მე უნდა დავიწყო ქალბატონო ნათია თქვენით. ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, მათ შორის მეც და მონაწილეც ყოფილ ვარ არაერთი ღონისძიებისა, ვიცით არაერთი საინტერესო წარმატებული პროექტის შესახებ, თუმცა საინტერესო იქნება ჩვენი ტელემაყურებლისთვის თქვენგან ზოგადი ექსკურსი, თუ რას წარმოადგენს ლიდერ ქალთა საზოგადოება. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგვიწვიეთ და დრო დაგვითმეთ. დიახ, ლიდერ ქალთა საზოგადოება უკვე წლების მანძილზე აერთიანებს საკმაოდ ბევრ წარმატებულ ლიდერ, მეწარმე, ბიზნესმენ ქალბატონს, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალბატონებს, როგორც საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რეგიონებში თავისთავად ცხადია, რეგიონებიდან წარმომადგენლები გვყავს, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი ქალბატონები არიან ჩვენი ორგანიზაციის წევრები. ჩვენ ძირითადი მისია, ორგანიზაციის ძირითადი მისია არის ქალთა როლის განვითარება ეკონომიკაში და ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ, ისინი იყვნენ კიდევ და კიდევ უფრო წარმატებულები, ცნობადები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფუნქცია გვაქვს შეთავსებული იმისთვის, რომ ჩვენ მათ ვედგეთ, გვერდით, ჩვენ ყავს ქალბატონები, რომლებიც უკვე წლებიან მართავენ თავიანთ ბიზნეს საქმიანობას, მაგრამ ამავდროულად ორგანიზაციის წევრები არიან სტარტაპერი ქალბატონებიც, რომლებიც დიდი სიამოვნებით გვერდდებიან ხოლმე და ის ქალბატონები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, ხშირად ვამბობ ხოლმე ამ სიტყვებს, რომ თუნდაც ქალბატონი ლალის სახით, ქალბატონები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, არიან ესე ვთქვათ, უკვე მაგალითის მიმცემი იმ სტარტაპერი ქალბატონებისთვის, რომლებიც ახლა იდგამენ ბიზნესში. ქალბატონია 10,000-მდე ქალბატონი. როგორ მოხდა ამ ქალბატონების შეკრება, გაერთიანება, ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. მე ვფიქრობ და ახლა უნდა მიმართო ასევე ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ალბათ გვიყურებენ ქალბატონების, მათ შორის უამრავი და მათაც აქვს შესაძლებლობა და შანსი იმისა, რომ აი ამ ძლიერ გაერთიანებას შემოუერთდნენ. შესაძლებლობა აქვს, შანსი აქვს, თავისთავად ცხადია, ამას წლები დასჭირდა და ძალიან დიდი შრომა დასჭირდა ჩემი და ჩემი გუნდის თავისთავად ცხადია და ამავდროულად არ მინდა ყურადღების მიღმა დამრჩეს BDC აკადემია, რომელიც ჩვენი მჭიდრო კავშირში ვართ, ისე წარმოუდგენელია და ძალიან დიდ როლს ასრულებს ლიდერ ქალთა საზოგადოების წინსვლაში, წარმატებებში, თუ ეს არის მათი ტრეინინგები, შეხვედრები და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდი როლი აქვს BDC აკადემიას. რაც ძალიან მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ხას გასმით აღვნიშნო, ეს არის ეს ფაქტი, რომ ლიდერ ქალთა ორგანიზაცია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ხშირ შემთხვევაში გონიათ, რომ რაღაც პოლიტიკური, არავითარი პოლიტიკური ჩვენ მიმართულება არ გვაქვს. ჩვენ ვაერთიანებთ წარმატებულ
ბიზნესმენ ლიდერ ქალბატონებს და მათ ხელს უწყობთ წინსვლაში, წარმატებაში და ეს არის ძალიან დიდი უზარმაზარი გუნდი, რომელიც აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ისევ ქალბატონებისთვის და ქვეყნისთვის. და არაერთი საინტერესო დასამახსოვრებელი პროექტი განხორციელებული სწორედ თქვენს მიერ მე მაყურებლისთვის უფრო თვალნათელი რომ გავხადოთ, გავიხსენებდი გასული წლის ოქტომბერს მსჯავრდებულ ქალთა დეფილეს, სადაც ძალიან ბედნიერი დასასრული ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთ-ერთი მსჯავრდებული გათავისუფლდა სწორედ აი ამ დეფილეს შემდეგ და სწორედ თქვენს ლიდერ ქალთა საზოგადოებას უკავშირდება ეს ბედნიერება, რომელიც წილად ერგო ამ ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა ამ ფაქტის გახსენებისთვის. ერთად უამრავ განხორციელებულ პროექტებს შორის, რომელიც ეკუთვნის მიეძღვნა ჩვენ ხშირად ნახულობთ ხოლმე შეძლებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ლეიკემიით დაავადებულ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში ცხადია ვიღებთ ხოლმე ხშირად მონაწილეობას, მაგრამ ეს მსჯავრდებულ ქალბატონთა დეფილე, სადაც ძალიან დიდი მადლობა მინდა პენიტენციარის ხელმძღვანელს ქალბატონ ნესტანს მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ არა ეს შესაძლებლობა ეხუთა დაწესებულებიდან მიბართვა, ვერც ვასწავლი ვერც გამოვიყვანდით 22 მსჯავრდებულ ქალბატონს დეფილეზე და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს ჩემი იდეა იყო აბსოლუტურად, რომ ეს დეფილე მოგვეწყო და აი ამ დეფილეზე სწორედ განთავისუფლდა მოულოდნელად. დიდი კომპლიმენტები თქვენ. მე გავაგრძელებდი საუბარს თქვენთან ძალიან დიდ ხანს, მაგრამ დავამატებ და დავასრულებ აქვე, იმიტომ რომ მართლა არ წავართმევ დროს. ეს გოგონა დღეს ალბათ გაინტერესებთ, ბედი ხო, რომელიც განთავისუფლდა დეფილეზე. დღეს BDC აკადემიის ჩვენ ეკრანზეც ვხედავთ ახლა ამ ულამაზეს გოგონას და ჩემი შვილობილია მეთქი ვამბობ. დღეს BDC აკადემიაში ეუფლება ცხადია უფასოდ რამდენიმე პროგრამას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი ქალბატონი და ძალიან კარგი მომავალში მეუღლე და დედა და მე ვამაყობ აი ამ ჩვენი მადლობა თქვენ საქმეებისთვის, რომელსაც აკეთებთ. ვაკო, აუცილებლად უნდა დაგეკითხოთ განხორციელებულ პროექტებზე ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ, თუმცა პროექტების მიმართულებით მოკლედ, მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთოთ აქცენტები ახლა თქვენ. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. მივესალმები აქვე ჩვენს ტელემაყურებელს. სამომავლო პროექტები, რომელსაც ლიდერ ქალთა საზოგადოება აპირებს განახორციელოს, ცხადი არის საკმაოდ ბევრი, საკმაოდ ორიენტირებული არის თითოეულ ქალბატონზე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება ის გახლავთ პლატფორმა, რომელიც არის წარმატებული ქალბატონების და ჩვენი დევიზი არის ის, რომ ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა შევქმნათ ერთად წარმატებული ქალბატონების პლატფორმა და არა მხოლოდ ქალბატონების, ასევე ვიყენებთ ხოლმე ამ შანსსაც, რომ მამაკაცების პლატფორმაც იყოს ხოლმე მეტწილად, რადგან მინუსებში არ წავიდეს მაგალითად და ნიუანსებში არ გაგვეპაროს მამაკაცების აზრით. სამომავლო პროექტები, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი, რომელსაც ჩვენ ერთად განვახორციელებთ ჩვენს ორგანიზაციის წევრებთან ერთად. ჩვენ მაგალითად კაცი ჩვენი მაყურებელი ხედავს კიდევაც ჟურნალი, რომელიც არის საკმაოდ პოპულარული, რომელიც არის კონკრეტულად ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ წარმოებული, ტირაჟი არის საკმაოდ დიდი და მაგალითად ეს არის ერთ-ერთი სამომავლო პროექტი, რომელიც უფრო ფართო ასპარეზზე გავა, რადგან საელჩოების მხრიდან დაინტერესება, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან დაინტერესება არის საკმაოდ დიდი. ქართულ ინგლისური ენოვანი გახლავთ ჟურნალი მაგალითად და საკმაოდ მეტი და მეტი პოპულარიზაცია გვჭირდება, რადგან ეს ქალბატონები არიან წარმატებულები თითოეული თავიანთ სფეროში და ლიდერ ქალთა საზოგადოება დამაყობს ხოლმე არის ის, რომ ჩვენი თითოეული წევრი ქალბატონი, რომელიც არის თითოეული თავის სფეროში არის საკმაოდ წარმატებული, აქვს ძალიან კარგი მხარდაჭერა სხვადასხვა მხრივ და ამ ყველაფერს ჭირდება საკმაოდ დიდი რეალიზება. ჩვენი მაქსიმალური სამომავლო თითოეული პროექტი ემსახურება იმას, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად მორგებული ქალბატონებზე, იყოს წარმატებული ქალბატონების პლატფორმა, ის იქნება გაძლიერების მხრივ, ტრენინგების მხრივ, აღმოჩენის მხრივ თუ განვითარების მხრივ, ასაც ვფიქრობ, რომ აუცილებლად მნიშვნელოვანია. იმ ქალბატონებზე, ვისაც ახლა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ეს ქალბატონები არიან ახლა ჩვენთან ერთად და ჩვენს მაყურებელს აქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს ეს ადამიანები. მადლობა პირველ რიგში კიდევ ერთხელ, რომ ხართ ჩვენთან ერთად და საინტერესოა თქვენი წარმატების ამბავი და თქვენი ურთიერთობა ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან. დავიწყოთ ქალბატონ ლალი თქვენგან. მოგესალმებით. მადლობას გიხდით მოწვევისათვის და ასევე მადლობას ვუხდი ლიდერ ქალთა საზოგადოებას, რომ დღეს მე ვარ წარმოადგენელი მათი ეგიდით. მე დავიწყებ იმით, რომ უკვე 25 წელია
სკოლა მერმის წარმოადგენ ქუთაისში. დამეთანხმებით იმაში, რომ 25 წელი მეოთხე საუკუნე ცოტა არ არის. ძალიან ბევრია. საგანმანათლებლო სივრცეში მონაწილეობდა. გეტყვით იმასაც, რომ ორი მოსწავლით დავიწყეთ საგანმანათლებლო საქმიანობა. დღეს საკმაოდ სივრცე გვაქვს, ჩვენი ნიშა გვაქვს. ვცდილობთ ვასწავლოთ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად ის, რაც აუცილებლად დაეხმარება ახალგაზრდას ცხოვრებაში ორიენტაციისთვის, განათლება ამისთვის ვჭირდება. ციფრული მედია წიგნიერება იცოდეს კარგად, იყოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი და თავისი თავი, ასე ვთქვათ, გაყიდოს კარგად მომავალში. ხადია. ჩვენ მინდა ასევე სიამაყით თქვა ისიც, რომ ერთადერთი სკოლა ვართ დასავლეთ საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი საცურაო აუზი. და ეს არის იმის გარანტი, რომ ჩვენი მოსწავლეები, თუმცა ქალაქის ბავშვებიც შემოდიან, ჩვენი მოსწავლეები იქნებიან ჯანმრთელები, გონიერები, კარგად აღზრდილები და მნიშვნელოვანი იქნება მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ცხადია ის, რომ აკადემიური განათლება არის უმნიშვნელოვანესი. 6 საათამდე ვმუშაობთ, 9 საათიდან 6 საათამდე ყავს მოსწავლეები სკოლაში, ადგილზე ამზადებენ გაკვეთილებს და ეს შეთავაზება არის შეუცვლელი განსაკუთრებით იმ დედებისთვის, რომლებიც არიან დასაქმებულები. სამსახურშია და შვილი ყავს უსაფრთხოდ. კვება აქვს. ძალიან კარგ საქმეს ემსახურებთ. ნამდვილად. მარიამ, რომ გადმოვიდეთ თქვენთან. თქვენ საქმეს უკვე მრავალი წელია წარმატებით ემსახურებით, ხართ წარმატებული ქალბატონი. ამ შემთხვევაში ლიდერ ქალთა საზოგადოებაში გაერთიანებით რა ფერები შესძინა თქვენს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებას ამ ყველაფერმა ძალიან საინტერესოა თქვენი აქცენტები. მოგესალმებით, მე გახლავართ მარიამ ფრეი, დაფუძნებული მაქვს თარჯმანთა ბიურო. უკვე 14 წელი არის ამ სფეროში ვარ და ლიდერ ქალთა საზოგადოება, ეს არის საზოგადოება, სადაც ქალები ერთმანეთისთვის არიან წარმოდგენილი. ერთი დაძახებაზე, ანუ შესაძლებელია, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ და ბევრი სასიკეთო რამ კეთდება ამ ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციით მე მაგალითად აღფრთოვანებული ვარ და რატო გავწევრიანდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საქველმოქმედო აქციებს, ღონისძიებებს აწყობენ და ჩვენ ქალებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო ჩვენი ბიზნესი უფრო იყოს წარმატებული და ყველანაირად ხარში გვიდგანან. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, 14 წლის უკვე აღნიშნე, 14 წელი ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და ამ ეტაპზე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან მოსული მომხმარებელს დავემხმაროთ, გავუწიოთ მაღალი ხარისხის თარგმნელობითი მომსახურება, ჩვენთან დადიან უცხოელები, ასევე დისტანციურად შეგვიძლია მოემსახუროთ ნებისმიერ მოქალაქეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ძალიან საჭირო მნიშვნელოვანი საქმე შეასრულოთ მათთვის. მერიკო, თქვენ საოცრად უნდა გკითხოთ თქვენი გამოცდილება ლიდერ ქალთა ორგანიზაციაში როგორი? მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ლიდერ ქალთა საზოგადოებას ამ შესაძლებლობისთვის და დღეს შესაძლებლობა მეძლებათ თქვენი ეთერის მეშვეობით ჩვენი კომპანიის შესახებ კიდევ ერთხელ გავაჟღერო. ავტოჰომი ეს არის კომპანია, რომელიც 6 წელია რაც ლოკალურ ბაზარზე ფუნქციონირებს და მომხმარებელს თავაზობს ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის სერვისს. ჩვენი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლის ინტერესს ვაყენებთ პრიორიტეტად და მათ არ მხოლოდ ავტომობილებს ვთავაზობთ, არამედ სანდო პარტნიორობის შესაძლებლობას ვაძლევთ. დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს ალბათ რამდენჯერმე გაგიყიდიათ ან შეგიძენიათ ავტომობილი და ეს გარკვეულწილად ძალიან დიდ დროს მოითხოვს.
ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ საკითხთან არის დაკავშირებული და ზუსტად ამაში ეხმარება ავტოხომი მომხმარებელს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს ავტომობილის შეძენა თუ გაყიდვა. თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში რა როლი ითამაშა ლიდერ ქალთა საზოგადოებამ? ალბათ ის პროფესიები, რომლებიც გაკავშირებთ ერთმანეთთან, კიდევ უფრო მყარდება, ძლიერდება და კიდევ უფრო მეტი რეალიზების შესაძლებლობას გაძლევთ, ხო? აი ამდენი ადამიანის ერთობა, განსაკუთრებით ესეთი ძლიერი ქალბატონების. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ხანია რაც ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან თანამშრომლობთ და რამდენიმე ასპექტად შეიძლება ითქვას. ახლა ეთერში მივსაუბრობდი ზუსტად ვაკოსთან, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აქვთ არაჩვეულებრივი სასწავლო აკადემია BDC, რომელთანაც შემდგომ უკვე სხვა ტიპის თანამშრომლობასაც გეგმავთ. დიდი როლი ითამაშა ჩვენს კომპანიაში ლიდერ ქალთა საზოგადოებამ იმ ნაწილში, რომ ჩვენ ვეხმარებით მათი ორგანიზაციის წევრ ქალებს, მათ შორის არაერთი მომხმარებელი ყავს, რომელსაც ავტომობილის გაყიდვის თუ შეძენის ნაწილშიც დავეხმარეთ და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ პოტენციური მომხმარებლების რიცხვიც გაგვეზარდა. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ყველანაირ საეთერო დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ ამიერიდან მაყურებელმა კიდევ უფრო კარგად იცის ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ და ქალბატონებს, რა თქმა უნდა, რომელთაც საკუთარი თავის რეალიზება უნდათ ჩვენს ქვეყანაში, ამ სამყაროში საუკეთესო საშუალება სწორედ აი ამ ძლიერ ერთობაში გაერთიანება. ქალბატონებო არასდროს თქვა საკუთარ სურვილებზე უარი. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო. ნათია, დიდი მადლობა ვაკო, დიდი მადლობა ქალბატონებო მობრძანებისთვის.